მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების გარდა გუშინ აქციაზე მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 1 წლისთავზე და უწყვეტი პროტესტების 323 დღეს თბილისში საპროტესტო აქცია მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან გაემართნენ. მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების მოედნის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ მოქალაქეებს ერთგვარი დემოკრატიული რიტუალის დამკვიდრება შესთავაზა. ჩვენ ეს ბრძოლა აქამდე ასე მოვიტანეთ. თვითოეული ადამიანი, რომელიც დღეს უდანაშაულოდ არის დაპატიმრებულია თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომელიც დღეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზეა და შეგვიძლია აქ შევიკრიბოთ. ჩვენ ყველანი ვინც აქ ვდგავართ თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს პატიმრობაშია და ყველა ადამიანი ვინც დღეს მოვიდა, ყველანი ჩვენ ვართ მსვლელები დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. ჩვენ ყველამ ერთისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და ერთმანეთს უნდა იბრძოლოს ყველასათვის. ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, გავიმეოროთ ჩვენი ბრძოლის ახალი წესი ერთად. ერთი ყველასათვის. ყველა ერთისთვის. გამარჯვებისთვის. ბოლომდე გამარჯვებისთვის. ბოლომდე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან თქვა, რომ ქართული ოცნების რეჟიმმა ვერაფრით დაიმკვიდრა ლეგიტიმურობა და მისი დღეები დათვლილია. და ქართულმა ხალხმა იცის, როგორ უნდა მიიყვანოს ეს ერთწლიანი ბრძოლა ბოლომდე. რა გამოჩნდა ამ 1 წლის მანძილზე? გამოჩნდა, რომ საზოგადოების, ქართული ხალხის მხარეს არის რა? პირველ რიგში სოლიდარობა, არ ნახული სოლიდარობა. ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი, რომ გააგრძელოს. მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებულნი ვართ. ჩვენ აქ ვდგავართ თქვენთვის. და ვიდგებით მანამ, სანამ თითოეული თქვენგანი არ გათავისუფლდება. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მუდმივად დაუდგებით ერთმანეთს გვერდში, სანამ ამ ქვეყანაში მართლა არ აღდგება სამართლიანობა და სანამ მართლა არ იზეიმებს სამართალი. თავისუფლების მოედნის 10 ნაბიჯი რეჟიმის დასამარცხებლად და სამოქალაქო ყრილობის დაანონსება. დღეს 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანმა ბრიფინგი გამართა და წინააღმდეგობის გაგრძელების 10 კონკრეტული ნაბიჯი წარმოუდგინა საზოგადოებას, რომელიც მოქალაქეებს თავისუფლების მოედნის დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ გააცნო. ნაბიჯები კონკრეტულია და უწყვეტ მშვიდობიან პროტესტ და ხელისუფლების გადაბარების უმტკივნეულო პროცესს მოიცავს. ჩვენ თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვიწყებთ მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნების შემოსვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე. იმის დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე. უახლოეს 30 დღეში თავისუფლების მოედანი წარმოვადგენთ თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე. ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის თემა კვლავაც აქტუალურია. მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში მიმართავს.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ სარჩელს დღეს უმრავლესობის ხდომაზე იხილავენ. იმჯელებენ რა ფორმით და შინაარსით იქნება სარჩელი მომზადებული და ასევე რომელ პარტიებსა და ინდივიდებს შეეხება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებაა. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული სარჩელი მწვავე კრიტიკის საგანია ნაციონალურ მოძრაობაში. ხაროთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა არის ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მორჩილი დამოკიდებულების მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არავითარი დემოკრატიული პროცესის იმედი არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ნაბიჯების შესახებ ნამდვილად საზოგადოებისთვის უმალე გახდება ცნობილი და ნახავენ იმ სტრატეგიას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს არჩეული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ბოლო-ბოლო ეს საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანონ და თვითონაც თავისი ტანჯვაც დაამთავრონ და ამ საზოგადოების მანიპულაციასაც დაანებონ თავი. შეიტანონ ეს სარჩელი. რა გახდა, რა ვერ დაწერეს? ჩვენ რასაც უყურებ და მე პირადად რასაც უყურებ, ძალიან წვალობს ქართული ოცნება, ძალიან წვალობს. Რაღაცა ვერ მოიკრიბეს ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში გამბედაობა იმისი, რომ ბოლო-ბოლო თქვან რა საპირებენ, როგორ აპირებენ. ჩვენთვის ნებისმიერი მოცემულობა არის მოცემულობა, ჩვენ რეალობას უსწორებთ თვალს და ჩვენ ადავტირდებით ნებისმიერი მოცემულობისთვის. უმრავლესობის მიერ ვიკიდე რაღაცებია დასაზუსტებელი, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც 4 და 5 დღე თუნდაც ერთი კვირა რამეს გადაწყვეტს. არ გვინდა ჩვენ ისე ვაღოთ, თუმცა მე ყოველთვის ასეთი განწყობა მაქვს. ასეთი განწყობა მქონდა დასკვნაზეც საგამოძიებო კომისიის, რომ არავის არ ჭირდება პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი, როდესაც სამართალთან აქვს საქმე. როგორც პოლიტიკური ნარატივების დოკუმენტი არ არის ის დასკვნა და ყოველი კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის იქ მითითებული, მტკიცებულებით არის გამტკიცებული, ასევე უნდა იყოს ეს სარჩელიც. ამიტომ იმის გამო რომ ახლა სასწრაფოდ რაღაცა გვაქვს გასაკეთებელი, სამართლებრივი მხარე არ უნდა დაზიანდეს. იქ მიტინგზე არ მივდივართ, თქვენ ძალიან კარგად გესმით. იქ მივდივართ სასამართლოში. ქუთაისში ევროპის დღე სხვადასხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ჩატარდა როგორც კულტურული, ინტელექტუალური, ასევე სპორტული აქტივობები. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ სიტყვით მიმართა. 30 წელზე მეტია ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით და გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოსი ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის. მრავალფეროვანი ღონისძიებები მოიცავდა ფიზიკური, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობების ნაზავს. ქალაქის მასშტაბით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაასწრებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებას. მათ შორის 12 კილომეტრიან ველოტურს და ევროპის დღის ბაზრობას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების უნიკალური არჩევანი. ინტელექტუალურ პროგრამაში შედიოდა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გამართული საუბრები თემაზე ქალი როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალა. კულტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა აუდიო-ვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“ და ფოტოგრაფიის მასტერკლასი „ისტორია თქვენ თვალწინ“ ნათალა გრიგალაშვილთან ერთად. I'm really happy to be here. მიერი ვარ რომ აქ ვარ, იმერეთის დედაქალაქში, ქუთაისში. სხვა ელჩებთან ერთად აღნიშნავ ევროპის დღეს. მანამდე ვიზეიმეთ თბილისში და ბათუმში. და დღეს ჩვენ ქუთაისში ვართ. ძალიან მნიშვნელოვან ადგილას საქართველოს ისტორიისთვის, რომელიც ევროპის კარიბჭეა. ძალიან მადლიერი ვარ იმერეთში მცხოვრები ხალხის, რადგან აქ დაგხვდა ძალიან საინტერესო აქტივობები, რაც 2 დღის მანძილზე გრძელდება. ჩვენ ერთად აღნიშნავთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას. ერთ დღეს საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. I'm really grateful to the citizens of Kutaisi and Imereti. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ვარდისფერი ოქტომბერის საერთაშორისო თვეს შეუერთა.
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვის ფარგლებში მერიის ორგანიზებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო თემატური ფოტოგამოფენა. მოსახლეობას დაურიგდა ფლაიერები. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში ოზურგეთში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის უფასო გეგმიური სკრინინგი ქალებისთვის. სამართალდამცავებმა ბათუმის პორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად აღკვეთილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი. კერძოდ, სამართალდამცავების მიერ ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს გახდა ჩემხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ.